სინდისის პატიმარი ზვია ცეცხლაძე 2025 წელს ფორმულასთან აჯამებს. რეჟიმის ტყვეს საუბრობს იმის შესახებაც, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა ოლიგარქის მთავრობის მიმართ. ბოლომდე ასეთია დაპატიმრებული სტუდენტის მთავარი გზავნილი. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები რეჟიმის ტყვებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას რუსთაველის გამზირიდან გამოუცხადებენ, სადაც ახალ წელს შეხვდებიან. მარიამ ლეკიაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. მარიამ, გისმენთ. დიახ, უკვე მეორე წელია, რაც სინდისის პატიმრების ადამიანები, რომლებიც უკანონოდ დაატყვევა ქართულმა ოცნებამ, ვეღარ ხვდებიან ახალ წელს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად. ამის საპასუხოდ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები უკვე მეორე წელია რუსთაველის გამზირზე დგანან და აპროტესტებენ იმ უსამართლობას, რომელიც ქართულმა ოცნებამ მათი შვილებისა და ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩაიდინა. დამდეგ ახალ წელს ყველას გისურვებთ საუკეთესოს, განსაკუთრებით გამძლეობას, ხნეობას და ისეთ საქართველოს ცხოვრებას, როგორცაც იმსახურებთ ჩვენ და რისთვისაც არა ასწლეულები, არამედ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. აქ ბიჭებს არ აგვიშოს, ყველანი მხნედ ვართ, კარგად ვართ. თუ ვღელავთ იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, მეგვაჩნია რომ ახლა გარეთ დგომა უფრო მძიმეა, ვიდრე ციხეში ყოფნა და ვიმედოვ რომ ყველანი კარგად იქნებით და მხნედ. დანარჩენი ვიცით რომ აუცილებლად ახლა თუ არა მომავალში აუცილებლად გავიმაგრებთ. ყოველ შემთხვევაში არსებობს ისეთი საქმე, რომელსაც სულ უნდა აკეთო და ჩვენი მოვალეობა უნდა შევასრულოთ, რაც თავარია. გისურვებთ, რომ ხნეობა ყოველთვის იყოს თქვენ ხმაში და ქვეყანა კარგად და ომახიანად გააგონოთ თქვენი პიში. დიახ, დღეს 10 საათიდან დაიწყებენ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას. 11 საათზე კი დაიწყება ის პროგრამა, რომელიც მათ დაანონსეს. პირველი სკოლის წინ იქნება თავისუფალი მიკროფონი, სადაც აქციის მონაწილეები გააჟღერებენ სხვა სინდისის პატიმრების წერილებსა და გზავნილებს, ასევე უწყვეტი პროტესტის მონაწილე კულტურის წარმომადგენლები კი აანონსებენ საახალწლო კონცერტსაც. განსხვავებით რეჟიმისა და განსხვავებით რომელიმე ხელისუფლების, ჩვენ არ ვაკეთებთ განსხვავებას ადამიანები, ვისთვის იქნება ზეიმი თუ ვისთვის იქნება რაღაცების გაზიარება. ეს არის ნამდვილად აბსოლუტურად ყოველთვის მიუხედავად წამსის პოლიტიკური შეხედულებისა თუ სხვადასხვა პრიორიტეტების, ძალიან განსხვავებული ადამიანები დგანან იქაც, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ახალი წელი არის ყველასი, ამიტომაც ხვდებით ისევ ახალ წელს რუსთაველზე. ახალი წლის ერთად აღნიშნა იქსა ტრადიციად ეს არის სახალხო ზეიმი, ამიტომ საზოგადოება უნდა იდგეს ხვალ რუსთაველზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ ლხინიც და ერთმანეთს დავენახოთ. ჩვენ ვგეგმავთ უამრავ ღონისძიებას, იმიტომ რომ საზოგადოებამ გაინახოს სადგას ჯანსაღი და პროგრესული ნაწილი. ამ პროტესტში არის ყველა ის ადამიანი, ვის ხედავს, რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ის ადამიანების ნაწილი, რომელიც დემოკრატიულად წველად პროცესებს, ამიტომ არის ჩვენი ღონისძიებები ასეთი საინტერესო, ასეთი მრავლისმეტყველი და არ დაგვავიწყებთ აუცილებელი, რომ ამ ღონისძიებაზე აუცილებლად გაჟღერდება იმ მთავარი ადამიანების გზავნილები, რომლებიც რეჟიმმა გამოკეტა ციხეში, ჩვენი მსახიობები, საზოგადოების სახეები წაგვიკითხავენ მათ გზავნილებს. დიახ, ხვალ 1 იანვარს შესრულდება 400 დღე უწყვეტი პროტესტისა, 400 დღე, რაც ეს ადამიანები დგანან რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ ქართული ოცნების უსამართლო მმართველობას.